გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17-ზე გამოშვებაში ნახავთ. კონსტიტუციური სარჩელი დარეგისტრირებულია, სარჩელი პირველ კოლეგიას დაეწერა. დგანან თუ არა ნიდერლანდელი ბიზნესმენის უკან ლელოს ლიდერები, ქრონიკამ ბობ მეიერს კითხვით მიმართა. ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში ევროპარლამენტში ევროკომისარმა მარტა კოსიმ წარადგინა. ანგარიში ნათქვამია, რომ საქართველოში ვითარება გაუარესებულია და დემოკრატიული უკუსვლა. გაიმართა ანგარიშის განხილვაც. საქართველოში ვითარება მკვეთრად გაუარესდა სერიოზული დემოკრატიული უკუსვლით, ისეთით, როგორიც არც ერთ კანდიდატს სახელმწიფოში არ გვინახავს. ევროკომისია საქართველოს კანდიდატ სახელმწიფოდ მხოლოდ ფორმალურად განიხილავს. ევროკომისიას არ სურს თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან, ვინაიდან კომისიას სურს მიკრომენეჯმენტი გაუკეთოს იმას, თუ რა პოლიტიკას უნდა აწარმოებდეს ხელისუფლება და ეს ბევრ თემას ეხება. უკრაინაში ომის მხარდაჭერას, სხვა საგარეო პოლიტიკის მიმართულებები, მათ შორის არასამთავრობოების გამჭვირვალობას თუ ლგბტ მიმართულებებს. თუ ქვეყანა არ ატარებს იმ პოლიტიკას, რომელიც ევროკავშირს სურს, მაშინ ევროკომისიას სურს ამ ქვეყნების სანქცირება. ზუსტად იგივე მდგომარეობა უნგრეთშიც. რაც შეეხება გაფართოების პოლიტიკას, ევროკავშირს უნდა შეუერთდეს ის ქვეყანა, რომელიც მზადაა და სამწუხაროდ ბოლო წლებში გაფართოების პოლიტიკა მექანიზმი გახდა ქვეყნებზე ზეწოლის განსახორციელებლად. გაფართოების პოლიტიკა დღეს არის მთლიანად ქაოტური. ევროკომისიას და ევროკავშირს სურთ, რომ მოლდოვამ და უკრაინამ რიგს გადაასწრონ და დაწინაურდნენ, რაც არ ხვევს მთლიანად იმ პრინციპს, რაც გულისხმობს დამსახურებაზე დაფუძნებულ წინსვლას. ამას აკეთებენ იმის გამო, რომ პოლიტიკურად აქტუალურია თემა. სანამ არ გვექნება სამშვიდობო შეთანხმება, ბევრი საკითხი წინ ვერ წავა. პარალელურად ანდრაშ ლასლო მწვავედ აკრიტიკებს ევროკომისიის ახალ სტრატეგიას ლგბტ-ს შესახებ. უნგრელი ევროდეპუტატი ევროკომისიას სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. ევროკომისიის ახალი სტრატეგია ლგბტ-ს შესახებ ცალსახად სრულად მიუღებელია ჩვენთვის. იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ამ თემაზე მუშაობენ, კომისიას კიდევ უფრო მეტი ფინანსური მხარდაჭერა აქვს გათვალისწინებული, ვიდრე აქამდე იყო და ეს დამოკიდებულებაც სრულად მიუღებელია. ანუ ეს ნიშნავს, რომ კომისია აპირებს წევრ ქვეყნებზე ზეწოლა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებებითაც, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობით, მედიის საშუალებით და ეს ეხება ყველა თემას, რაც სტრატეგიაშია ასახული. ნორმალურ სიტუაციაში, როგორც წესი, ეს პოლიტიკა განისაზღვრება წევრი ქვეყნების მიერ ნაციონალურ დონეზე და ამომრჩეველი უცხადებს ნდობას პარლამენტარს და პარლამენტი წყვეტს ამ საკითხებს. ბავშვთა დაცვის შესახებ უნგრეთმა მიიღო კანონი და ეს მოხდა 2021 წელს. ევროკომისიამ გვიჩივლად ჯერ სასამართლო არ დასრულებულა, მაგრამ ცალსახაა, რომ ეს ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევაა. ეს ჩარევაა ჩვენს ღირებულებებში, პოლიტიკაში და სასამართლო კიდევ გრძელდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ჩინეთის პრემიერ-მინისტრ შეხვედრა გაფართოებული ფორმატით გაიმართა. შანხაიში ირაკლი კობახიძესთან ერთად ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან მინისტრთა კაბინეტის წევრებიც. საქართველოს დელეგაციის შანხაიში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება სამინისტროებს შორის მემორანდუმებიც.亲自莅临支持，我相信隔了几天来，中方愿意同各方意见，下面请各位支持。Since then, export to China has grown dramatically. It was a positive trend. უფრო მეც გვეტყვის ნინი გოგიშვილი, ის შანხაიდან გვერდდება პირდაპირ ეთერში. ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა უკვე შედგა. ჩინეთის პრემიერმა ალი ციანმა ჩვენი ქვეყნის მთავრობის მეთაურს ირაკლი კობახიძეს პირადად უმასპინძლა, სწორედ მისი მიწვევით იმყოფება საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შანხაიში. გაფართოებულ ფორმატში ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავება. ასევე ჩინეთის პრემიერს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ მიიწვია ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე. მათ შორის თავის მხრივ ალი ციანმა მზადყოფნა გამოთქვა იმისათვის, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა უფრო მეტად გაღრმავდეს, როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ისე ხალხთა შორისი ურთიერთობების მიმართულებით.
საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და თანამშრომლობის პრინციპებზე დაყრდნობით. ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე უռყევ ერთგულებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების კუთხით. საქართველო მხარს უჭერს ერთი ჩინეთის პრინციპს და ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს მეგობრობა და ურთიერთგაგება ბუნებრივად აისახა ჩვენს ქვეყნებს შორის დინამიურ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ჩინეთი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორების ოთხეულშია. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორმხრივი ვაჭრობის ზრდას. საქართველოს ექსპორტი ჩინეთის მიმართულებით საგრძნობლად გაიზარდა. ასევე სასიხარულოა ტვირთბრუნვის მზარდი ტენდენცია. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ჩინეთიდან და ჩინეთში შუად ერევნით საქართველოს გავლით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 70.6%-ით გაიზარდა. ჩვენ მზად ვართ გავაღრმავოთ თანამშრომლობა საქართველოს გავლით ჩინეთსა და ევროპას შორის სატრანსპორტო ნაკადების კიდევ უფრო ზრდის მიზნით. ამ მიღწევებზე დაყრდნობით ინვესტიციების სფერო რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. 2025 წლის პირველი 2 კვარტლის განმავლობაში ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 7.53 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც 229%-ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით. ჩვენ გვჯერა, რომ ეს პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ეკონომიკურ პარტნიორობას. ჩინეთი ისტორიულად წარმოადგენს აბრეშუმის გზის ცენტრალურ საყრდენს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა ვაჭრობასა და კულტურულ ურთიერთობას. საქართველო როგორც შუად ერევნის მნიშვნელოვანი ნაწილი მზად არის გააფართოოს თანამშრომლობა ჩინეთთან რეგიონული დაკავშირებადობისა და ვაჭრობის შემდგომი ხელშეწყობის მიზნით. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პოზიტიური დინამიკა და მაღალი დონის ურთიერთობები გაგრძელდება და კიდევ უფრო გამტკიცდება, რაც კავშირების გაღრმავებისა და ჩვენი ხალხების გრძელვადიანი კეთილდღეობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას ადასტურებს. მადლობას გიხდით საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობისთვის. საქართველო გამოფენაში საპატიო სტუმრის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს და ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ქართული პროდუქციის წარმოსაჩენად. დარწმუნებული ვარ, ქართული კომპანიები გამოფენაში მონაწილეობის შედეგებს მალე იხილავენ. ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთის ლიდერების სტრატეგიული ხელმძღვანელობის შედეგად ორმხრივი ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება. 2023 წელს ჩვენმა ქვეყნებმა დაამყარეს სტრატეგიული პარტნიორობა და მას შემდეგ სხვადასხვა სფეროში ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება. ჩინეთის საქართველოს მადლიერია გულწრფელი მეგობრობისთვის. ჩვენი სურვილია გავაძლიეროთ სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან, გავაფართოვოთ პრაქტიკული თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო მეტი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს ხალხს. პრემიერ-მინისტრების შეხვედრამ უზრუნველყო, რომ ორ ქვეყანას შორის არაერთი მემორანდუმი გაფორმებულიყო სამინისტროებს შორის, რათა სექტორული მიმართულებებით ურთიერთობები უფრო მეტად გაღრმავდეს. მემორანდუმები გაფორმდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის, მათ შორის განახლდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ქართული პროდუქტები უფრო მეტად მასშტაბურად გავიდეს ჩინურ ბაზარზე. სამუშაო ვიზიტი შანხაიში გრძელდება. საქართველოს დელეგაცია ქართულ კომპანიებთან ერთად ხვალ უკვე გახსნის ცერემონიაზე მიიღებენ მონაწილეობას, სადაც გაიხსნება ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენა. მადლობა ნინი გოგიშვილს. საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელი გამოაქვეყნა, რაც ნიშნავს, რომ სარჩელი დარეგისტრირებულია. ის პირველ კოლეგიას დაეწერა. მომხსენებელი მოსამართლე ვასილ როინიშვილია. ჯერ უცნობია, მიმართავენ თუ არა პლენუმს. პროცედურულად კი უნდა გაიმართოს განწესრიგებელი სხდომა, რის შემდეგაც გაირკვევა გადავა თუ არა სარჩელი არსებით განხილვაში. აქ ალბათ სამართლებრივი დასაბუთება იქნება ახალი საზოგადოებისთვის, თორემ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც სარჩელშია მითითებული, ნამდვილად არ ახალია ჩვენი ქვეყნისთვის. ის მკვლელობა, ცემა, წამება, დარეკეტება ბიზნესის, ტერიტორიების ჩაბარება, მტრული პოლიტიკა, რომელსაც წლების განმავლობაში ნაწარმოებდნენ ის პარტიები, სადაც სინამდვილეში პარტიულ მანტიაში გახვეული კრიმინალები იყვნენ, მუდამ იქნებოდა ეს 2004-2012 წლებში, თუ უკვე ოპოზიციაში გადაბრძანებული ნაციონალური მოძრაობა, მასთან დაკავშირებული პარტიები. ერთადერთი გზა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული აღშენებლობისთვის არის კრიმინალებისგან, პოლიტიკოსებად წოდებული კრიმინალებისგან პოლიტიკური ველის გასუფთავება. კანონი პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა პოლიტიკური ჯგუფის, ან მით უმეტეს შემდგომი მოქმედება, რომელიც უპირისპირდება
ადამიანის უფლებებს, რომელიც უპირისპირდება სახელმწიფოს მართვის სისტემას და არალეგალური, არასწორი დანაშაულებრივი მოქმედებებით რევოლუციური გზით ცდილობს კონსტიტუციური მმართველობის დამხობას. პირდაპირ წერია კანონში. MR ჯგუფის უპრეცედენტო 6.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის და დასაქმების მაჩვენებლის ზრდას ნიშნავს, ოპოზიციის ნაწილს არ მოსწონს. ისინი ითხოვენ გასაჯაროდეს ხელშეკრულება, რომელიც რეალურად უკვე საჯაროა. ხელშეკრულებაში წერია, რომ სახელმწიფო კომპანიის 33%-იანი წილის მიწისა და პოტენციურად ასაშენებელი აქტივების თანამესაკუთრეა. პროექტები, რომელიც MR ჯგუფმა თბილისსა და გონიოში უნდა განახორციელოს, 350,000-ზე მეტი ვიზიტორის მოზიდვას, 10 მილიარდის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და 30,000 სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს. საქმე გვაქვს არაბულ აფიორასთან. არანაირ 6 მილიარდ დოლარს ისინი არდებენ. გითხრა, აი ამ ტერიტორიას რო ვყიდულობ, აქ რო ავაშენებ სახლებს, ამ სახლებს მივყიდი არაბებს. ჩვენ ვისმენთ არაერთ მიზანმიმართულ ტყუილსა და სპეკულაციას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ინვესტიციაზე და უმნიშვნელოვანეს მიღწევაზე. ჩვენ გვახსოვს პირველადად შეფასებები, როდესაც ოპოზიცია საუბრობდა იმის შესახებ, რომ ასეთი მსხვილი ინვესტიციის მოზიდვას ჩვენი ხელისუფლება ვერ შეძლებდა, ხოლო მას მერე რაც ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და დავაფუძნეთ საერთო საწარმო, ახლა ვისმენთ, რომ ეს პროექტი არ არის მისაღები ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა. ეს მათ შორის არის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტიცია შემიძლია თავისუფლად თქვა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვისაც. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხაზს გაუსვავდი, რომ ეს რეალურად შექმნის ათასობით ახალ სამუშაო ადგილს გონიოსა და დედაქალაქში. აუცილებლად უნდა ვიყოთ ძალიან ამაყები, რადგან ჩვენ ქვეყანაში იწყება უმნიშვნელოვანესი ორი პროექტის განვითარება, რომელსაც ჩვენ რა თქმა უნდა ვეძახით ქართულ პროექტს. ოპოზიციის მხრიდან არ არის გასაკვირი, ბუნებრივია შეწინააღმდეგება ყველაფრისადმი, რაც არის კარგი ქვეყანაში, რაც არის ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის კარგი. ეს არ არის არალოგიკური, თუმცა რა თქმა უნდა ეს არის პოლიტიკურადაც და მორალურადაც აბსოლუტურად მიუღებელი, იმიტომ რომ შეუძლებელია ამხელა მასშტაბური, ეს არ არის ერთი პარტიის პროექტი, ეს არის ქვეყნის საუკუნის პროექტი, მთელი ქვეყნისთვის, მთელი საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტი და მის წინააღმდეგ აი ესეთი იაფასიანი მეთოდებით გალაშქრება, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ და საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ გალაშქრება. ქრონიკამ ნიდერლანდელ ბიზნესმენს ბობ მეიერს კითხვით მიმართა, იყო თუ არა ის საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის ფიქტიური ავტორი და ადასტურებს თუ არა, რომ რეალურად მის უკან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დგანან. კითხვებზე პასუხი ჯერ არ მიგვიღია. გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მათ ბიზნეს პარტნიორს ბობ მეიერს ჯამში 6.800.000 დოლარი გადაურიცხეს, მას შემდეგ რაც მეიერმა ვაშინგტონში ანაკლის სპორტთან დაკავშირებული დავა წააგო და საერთაშორისო არბიტრაჟმა მას საქართველოსთვის 6.500.000 დოლარის გადახდა დააკისრა. კომენტარს არ აკეთებენ ლელოს ლიდერებიც. არა მარტო ვაშინგტონის არბიტრაჟი აღმოჩნდა ის საერთაშორისო არბიტრაჟი, რომელმაც გაამტყუნა ხაზარაძე, გამომდინარე იქიდან, რომ ის ყველგან ეძებს ისეთ საშუალებებს, რითაც შეიძლება რომ ქვეყანაც დააზიანოს და თავად თვითონ მიიღოს სარგებელი, მაგრამ სამართლიანობა და კანონზომიერება, რა თქმა უნდა, თავის სიტყვას ყოველთვის ამბობს. და მოუწია ახლა მილიონების გადახდა იმ საერთაშორისო არბიტრაჟიდან გამომდინარე. თხარა და გამოთხარა არა ქართველი ხალხის ჯიბიდან ამოღება და მის ჯიბეში ფულების ჩადება, არამედ მისი ჯიბიდან ამოღება და სამართლიანობა, რასაც მოითხოვს, გადახდა იმის, რაც მას ეკისრება, რომ გადაიხადოს. კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს ჩვენ იმაზე, რომ არ ასე ვთქვათ, ეგუებიან იმას, რომ ისინი არიან, ასე ვთქვათ, ამ პროექტის ჩამგდებები და უნდათ მაქსიმალურად ყველანაირად საქართველოს გადაახტევინონ ეს ჩავარდნილი პროექტის საფასური. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ ყველა ეტაპზე ჯერ კიდევ ტენდერის გამოცხადების პერიოდში, ტენდერის მიმდინარეობის პერიოდში და შემდგომშიც ყველანაირი მხარდაჭერა აღმოუჩინა კონსორციუმს, მაგრამ მათ ვერც ერთ ჯერზე ვერ შეძლეს აღებული პირობების შესრულება. პირდაპირ ჩართულობით თუ შეფარვით, დაფარულად ჩართულობით მათ საქართველოს წინააღმდეგ წააგეს საქმე და დღეს რასაც ერთადერთი ძელი საზოგადოება არის ბოდიში ამ ადამიანების და ამ პირების და საერთოდ ჯამში ამ პარტიის მხრიდან, რომ ამდენი ხანი ლახავდნენ საქართველოს რეპუტაციას საერთაშორისო არენაზე
დადგენაზე 1000 ტყუილს იგონებდნენ საქართველოს ხელისუფლებაზე, საქართველოზე ზოგადად. ამის გარდა თუ ჩვენ არ მოვისმენთ, საზოგადოება არ მოისმენს ძალიან მკაფიო ბოდიშს, ნუ ახლა ესეც ბევრ რამეზე იმეტყველებს ამ ადამიანების და პარტიის მიმართ. აქციის რამდენიმე მონაწილემ რუსთაველის გამზირი გუშინ ისევ კანონს საწინააღმდეგოდ გადაკეტა. პოლიციის არაერთ მოწოდებას გაეთავისუფლებინათ გზა და პროტესტი კანონის დაცვით გამოეხატათ. აქციის მონაწილეები არ დაემორჩილდნენ, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ისინი გზისავალი ნაწილიდან გადაიყვანეს და სამანქანო მოძრაობა აღდგა. დააკავეს პროტესტის რამდენიმე მონაწილე. ჩვენ ხედავთ, რომ ხარდაჭერა პრაქტიკულად აღარ არსებობს რუსთაველზე გამოსული ადამიანების მიმართ, რომლებიც მიზანმიმართულად კანონს არღვევენ. შესაბამისად კანონმდებლობის გამკაცრების შემდგომაც ყველამ დაინახა, რომ უკვე ისეთი პროცესები ვეღარ მედის, როგორც თუნდაც 2-3 თვის წინ იყო რუსთაველის გამზირზე, გამომდინარე იქიდან, რომ ვიმეორებ. ის მოცემულობა, რა მოცემულობაშიც იყო ნაცმოძრაობა და თავისი ფილიალები ამხილა უკვე თავად მათმა ერთ-ერთმა ძლიერმა აგენტმა ლომჯარიამ და დაუწუნა მთელი 1 წლის განმავლობაში პოლიტიკა, რომ ვერაფერი ვერ გააკეთეს, რომ უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე, არჩევნებში მონაწილეობაზე, არაორგანიზებულები იყვნენ და ასე შემდგომ. ასე რომ ჩვენი თუ არ ჯერათ, იმ უცხოური აგენტებს მაინც დაუჯერონ და თავიანთ პატრონებს მაინც დაუჯერონ, იმიტომ რომ ბუნებრივია, რომ ეხლა მათი პატრონების გარეშე აქაური აგენტურა ვერაფერს ვერ იტყოდა და ასე რომ განაჩენი გამოტანილი აქვთ. ერთგვარი ასე ვთქვათ პატაკი არის, რომ აი ჩვენ გვარსებობთ და დაფინანსება არ შეწყვიტოთ, საქართველოს ცუდი რეზოლუციების მიღების საბაბი და საფუძველი რო გქონდეთ, ჩვენ ყოველდღიურად ის 30 თუ 20 კაცი გადავკეტავთ, დავარღვევთ, მედია ხმაურს შევქმნით ამასთან დაკავშირებით და თქვენ ჩვენო ბრჭყალებში დასავლელო მეგობრებო ეს გამოიყენეთ საქართველოს წინააღმდეგ. იმიტომ რომ თუ საქართველო არ დაისაჯა, ისე ქართველი ხალხი ჩვენ ხმას არ გვაძლევს. შინაგან საქმეთა მინისტრი მოადგილესთან ერთად მიგრაციის დეპარტამენტს ეწვია. გეკა გელაძე მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორისგან მიგრაციის კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, ასევე ინფრასტრუქტურული განვითარების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. მინისტრმა ხაზი გაუსვა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების მუდმივად გატარების მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა ასევე საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენასა და ქვეყნიდან მათი გაძევების მაღალ მაჩვენებელზე. გეკა გელაძემ ასევე დაათვალიერა დეპარტამენტის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი, მიგრაციის დეპარტამენტის ახალი შენობის მშენებლობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს და აღჭურვილი იქნება უახლესი ინვენტარით და ტექნიკით. შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ისაუბრეს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და მის გაფართოებაზე, ასევე პოლიციის ატაშეების მნიშვნელოვან როლზე არსებული პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გამტკიცების პროცესში. საქმეთა დროებით მარწმუნებულმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს ქვეყნებს შორის სამაგალითო საპოლიციო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა დაზრალებულებისთვის კიდევ 6 მიწის ნაკვეთის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის სპორტის მშენებლობის დაწყების მიზნით მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი უნდა გამოყოფოდა. მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას კი ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ირიცხებოდა ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად და ისინი შესაბამისი კომპენსაციის მიღების გარეშე საკუთრებას არ თმობდნენ. პროცესის გამარტივებისა და მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემისგან თავის არიდების მიზნით იმჟამინდელი ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფამ მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად საჯარო რეესტრში ყალბის საკადასტრო ნახაზი გადაგზავნა და 2000 ჰექტარზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა. მათ შორის აღმოჩნდა ადგილობრივი მცხოვრებლების მიწის ნაკვეთებიც. ჩატარებული გამოძიებით გადამოწმებული იქნა როგორც ქონებაზე საკუთრების მოპოვების კანონიერების,
ისე საკუთრებიდან ქონების უკანონოდ გასვლის თითოეული ფაქტი. ჩატარებული იქნა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება და შესაბამისად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად დეპარტამენტი შუამდგომლობით მიმართავს სათანადო უწყებას, რათა მოხდეს დაზარალებულებისათვის სიმბოლურ ფასად მათი კუთვნილი მიწისნაკვეთების დაბრუნება. დღეს მდგომარეობით დაზარალებულად ცნობილი არის 494 პირი და დაბრუნებული ან დაბრუნების პროცესში არის 67 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. წინა ხელისუფლების დროს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჩამოერთვა მისი კუთვნილი ქონება. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მივმართეთ ჩვენ მთავარ პროკურატურას, რათა დაეწყოთ გამოძიება, მე და მიხეილ ელიკაშვილმა, ჩემმა კოლეგამ. მთავარმა პროკურატურამ ჩაატარა სრულყოფილი ობიექტური გამოძიება და დღესდღეობით ჩემ დაცვის ქვეშ მყოფს დაუბრუნდა მისი კუთვნილი ქონება. თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაციონალური მოძრაობის წევრი სანა წითლიძის მიმართ პოლიტოლოგ პადა ზაქარაიშვილის საჩივრის საფუძველზე სასამართლო პროცესი გაიმართა. ზაქარაიშვილმა წითლიძეს ღირსებისა და პატივის შელახვისთვის უჩილა. საქმე ეხება სოციალურ ქსელში ანა წითლიძის მიერ გავრცელებულ პოსტს, რომელიც ზაქარაიშვილმა შეურაცხმყოფელად მიიჩნია. მორიგი სასამართლოს ხდომა 23 დეკემბერს გაიმართება. ანტინარკოტიკული საინფორმაციო კამპანია მე მომავალში დაიწყო თბილისის, რუსთავის და ბათუმის საჯარო სკოლებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადამზადებული ოფიცრები და სკოლის მანდატურები მე-6-დან მე-9 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს შეხვდნენ. საუბარი შეეხო ნარკოტიკული საშუალებების მავნეზე გავლენას და ჯანსაღი ცხოვრების აუცილებლობას. კამპანია პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს სასკოლო ასაკში საკითხის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. პროექტი შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროების ერთობლივი ინიციატივით შემუშავდა. დაიწყო უმნიშვნელოვანესი პროექტი, კამპანია სახელწოდებით მე მომავალში, რომლის მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენცია. მანდატური სამსახურის მთავარ მიზანს სწორედ ეს წარმოადგენს. ჩვენი თანამშრომლები, ჩვენი მანდატურები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ინკლუზიური განათლების სპეციალისტები ყოველდღიურად არიან ჩართული ამ პროცესში. დღევანდელ შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიგარა, ჩავატარეთ სხვადასხვა აქტივობები, მაგალითად ვათამაშეთ სხვადასხვა სიტუაციები, ანიმაცია ნახეს, რომელიც ძალიან მოეწონათ. მომავალში კიდევ იგეგმება სხვადასხვა აქტივობები. აჭარის მასშტაბით ეს შეხვედრა ჩატარდება 10 საჯარო სკოლაში პარალელურ რეჟიმში და საინფორმაციო შეხვედრების პარალელურად იგეგმება აჭარის მასშტაბით მხიარული ვიქტორინა და ასევე სპორტული ღონისძიება კროსფიტი, რომელსაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ, რომ როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი სახის გავარჯიშებაც შეძლონ. ქვეყანაში ამჟამად სხვადასხვა რესპირაციული ვირუსია გავრცელებული. ერთ-ერთი ასეთი არის რინოვირუსი, ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევებით. სპეციალისტების რეკომენდაცია მოქალაქეებმა და განსაკუთრებით რისკ ჯგუფის ადამიანებმა აცრა ჩაიტარონ. ექიმების თქმით, სეზონური გრიპის ვაქცინაციისთვის საუკეთესო დრო სწორედ ოქტომბრის მეორე და ნოემბრის პირველი ნახევარია. სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბერში დაიწყო, იმუნიზაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა. სტაციონარში მაინც და მაინც ვირუსული ინფექციებით მომართვიანობა არ არის. რამდენადაც ახლა ჯერჯერობით ცირკულირდება და რინოვირუსი, რომელიც განსაკუთრებით ძიმედ არ მიმდინარეობს. COVID-19 არის და სხვა კორონავირუსები, მაგრამ შედარებით სუბუქად მიმდინარე ერთეული შემთხვევებია. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის არანაირი საგანგებო მდგომარეობა. მნიშვნელოვანია, რომ გრიპის სეზონზე აცრა ჩაიტარონ მაღალი რისკის ჯგუფებმა. მათში შეიძლება გრიპის ვირუსმა გარკვეული გართულებები გამოიწვიოს და დაავადება რთულად წავიდეს. ამიტომ ძალიან პრიორიტეტულია, რომ ეს ჯგუფები იყვნენ აცრილი. თუმცა მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით ვაქცინაცია შეუძლია ნებისმიერ მსურვალ პირს და ყველასთვის ეს არის ხელმისაწვდომი. ის არის უფასო, შესყიდულია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ და ბენეფიციარებს მიეწოდება უსასყიდლოდ. ბიზნესმენი და პროდიუსერი ლაშა ბასლანძე დღეს დაკრძალეს სამოქალაქო პანაშვიდზე პარტია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიზინა ივანიშვილი მეუღლესთან ეკატერინა ხვედელიძესთან ერთად იმყოფებოდა. ლაშა ბასლანძის სამოქალაქო პანაშვიდზე მეუღლესთან ერთად მივიდა ბერა ივანიშვილიც. პანაშვიდზე იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ლაშა ბასლანძე 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ეს ადამიანი იყო სიგიჟემდე შეყვარებული თავის ქვეყანაზე და თავის ერზე და რა თქმა უნდა თავის ოჯახზე და შვილებზე. ძალიან დიდი დანაკლისია. დღეს ვემშვიდობებით ადამიანს, რომელიც ყველას დაგვაკლდება, ადამიანს, რომელიც ქმნიდა სიყვარულს და ცხოვრობდა მართალი ცხოვრებით. ის სიყვარული და სითბო, რასაც ეს ადამიანი ასხივებდა სხვა ადამიანების მიმართ, იყო მართლაც გასაოცარი და ყველა ჩვენგანმა უნდა ჩავიხედოთ ჩვენს გულში, ჩვენს ცხოვრებაში და თითოეული დღე უნდა დაუთმოთ იმას, რომ ადამიანებისადმი სიყვარული უფრო მეტად გამოვიჩინოთ. ახლა კი უცხოეთის ახალი ამბები. უკრაინელებმა ქალაქ პოკროვსკში სპეცრაზმის დამატებითი ძალები შეიყვანეს უკრაინის დაზვერვის ცნობით. ელიტურმა დანაყოფებმა პოკროვსკში გარკვეულ ტერიტორიულ წარმატებებსაც მიაღწიეს და აცხადებენ, რომ ქალაქში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. თუმცა პარალელურად უკრაინული ანალიტიკური პორტალი Deep State წერს, რომ პოკროვსკში რუსმა სამხედროებმა წინ წაიწიეს. ბალტიის ზღვაში რუსული გასადენის ჩრდილოეთ ნაკადის საქმეზე დაკავებულმა უკრაინელმა იტალიის ციხეში შიმშილობა გამოაცხადა. ის პატიმრობის პირობების გაუმჯობესებას და ჯანსაღ გარემოს ითხოვს. სერგეი კუზნეცოვი უკრაინის შეერაღებული ძალების ყოფილი კაპიტანია. ის იტალიაში 21 აგვისტოს დააკავეს. გერმანიის პროკურატურა მას რუსულ გასადენზე ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებას ედავება. ეჭვმიტანილი გერმანიაში ექსტრადირებას ელოდება, თუმცა მისმა ადვოკატმა ბერლინისთვის მისი გადაცემის საკითხი გაასაჩივრა. გერმანია სირიელ ლტოლვილებს სამშობლოში დააბრუნებს. გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ლტოლვილები სირიაში უნდა დაბრუნდნენ, რადგან იქ ომი დასრულდა. წინააღმდეგ შემთხვევაში გერმანია მათ დეპორტაციას მოახდენს. კანცლერი ამბობს, რომ სირიელებისთვის აღარ არსებობს მიზეზი, რომ მათ თავშესაფარი ეძებონ. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით ქვეყანამ 13 წლის განმავლობაში თითქმის მილიონამდე სირიელი მიიღო. ქრონიკა 17-ზე დასრულებულია. რამდენიმე წუთში იმედის ეთერს ნათია სორდია განაგრძობს სტუმრებთან ერთად. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.